ეს მომავალი მეზღვაური პირველი კურსის სტუდენტი ლევან ცინცაძეა. ის პრაქტიკულ მეცადინეობებს და სიმულაციურ ღონისძიებებს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის მცურალ ობიექტზე გადის. მომავალი გემთწამყვანებისა და მექანიკოსებისთვის ანრი ერთადერთი უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, რომელსაც მფლობელობაში ყავს სასწავლო პრაქტიკისთვის აუცილებელი მცურავი საშუალება. ბავშვობიდან ჩემი ჰობი იყო გემი და ზღვა და მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება დაუკავშირო ამ პროფესიას. გარდა ამისა, ბევრი მსმენია ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ვიცი რომ ყავთ კვალიფიცირებული პედაგოგები და უნივერსიტეტი საკუთარ თავზე იღებს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკები გავიაროთ გემზე. ეზო სტუდენტებისთვის სასწავლებლის საკუთარი შენობა, ნაგებობები და კომფორტული აუდიტორიები სწავლებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. აქ საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, მათ შორისაა სიმულატორები და ტრენაჟორები. სწავლება ძირითადად ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საჭიროებისამებრ კი რუსულ და ინგლისურ ენებზეც. ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულ კომპანიებთან, რაც ხელს უწყობს კურს დამთავრებულების დასაქმებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენ სტუდენტებს, ბაკალავრიატის სტუდენტებს საცურაო პრაქტიკით. და რას ნიშნავს? ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტაძედგომის შესახებ აუცილებელია სტუდენტობის პერიოდში სტუდენტმა გაიაროს 12 თვიანი აღიარებული პრაქტიკა კადეტის თანამდებობით. ამ პრაქტიკის შემდეგ ეს ჩვენ კურსდამთავრებულები საქმდებიან ისევ ამ კომპანიებში, თუ სურვილი აქვს მიდის სხვადასხვა კომპანიებში. სასწავლებელში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელიწადს, ხოლო ბაკალავრიატი 4 სასწავლო წელს. სასწავლო პროგრამა შეთანხმებული და დამტკიცებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. სასწავლებელი მოიცავს წვრისა და სერტიფიცირების ცენტრს, ლიცენზირებული ვართ როგორც პროფესიული და უმაღლესი სასწავლებელი და ასევე არის კარიერის ცენტრი. წვრისა და სერტიფიცირების ცენტრი არის განკუთვნილი მეზღვაურებისათვის, მათი მომზადება გადამზადებისათვის. პროფესიული სწავლება არის მესამე საფეხურის მატროსი და მოტორისტი და მიღება წარმოებს გასაუბრებით. ხოლო უმაღლეს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა წარმოებს ეროვნული გამოცდებით. სასწავლებელი აღჭურვილია ყველა თანამედროვე და საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. სპეციალური ოთახი და დანადგარები მექანიკოსებისთვის, შესაბამისი საპროექტო ნახაზები და ნიმუშები. სტუდენტებს სპეციალობის დაუფლებას კიდევ უფრო უადვილებს. მომავალი მეზღვაურები ტექნიკურ სამუშაოებს აქ გამოცდილი პედაგოგების დახმარებით ასრულებენ. ეს არის სამეცნიერო ოთახი, სადაც სტუდენტები ატარებენ პრაქტიკულ გაკვეთილებს. თვითონ შლიან, თვითონ ესე იგი მონტაჟი, დემონტაჟი გაკეთებენ თვითონ კურსანტები, სტუდენტები. აქ არის განაწილებული როგორც თავარი ძრავა, ისევე დამხმარე ძრავები. აი როგორც არის გემში განლაგებული, ისევე არის აქაც. ყოველწლიურად ცენტრში გადამზადება სერტიფიცირებას 1000-ზე მეტი მეზღვაური გადის. აქვე არის კომპიუტერებითა და მომავალი მეზღვაურებისთვის საჭირო ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც. პრაქტიკულთან ერთად თეორიული სწავლებისთვის შესაბამისი ვიდეო მასალების გამოყენებაც ხდება. სასწავლო კურსებს გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან. სასწავლებელში მოღვაწეობს 10 შორეული ნაოსნობის კაპიტანი, 3 უფროსი თანაშემწე, 6 უფროსი მექანიკოსი და 2 მეორე მექანიკოსი. რაც შეეხება აუდიო მასალას, ბიბლიოთეკას, თქვათ და მეთოდებს მიწოდებისა, საგნებისა, თანამედროვე დონეზეა, სულ ბოლო პერიოდის უახლესი ლიტერატურით აღჭურვილი, უახლესი აუდიო და ვიდეო მასალებით და რომელთაც ხდება მომავალი მეზღვაურების მომზადება.
როგორც ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ანრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეზღვაურის პროფილის პოპულარიზაციისთვის დასავლეთ საქართველოს გარდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესება სურთ. ამისათვის მათ ადგილზე კეთილმოწყობილ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და კვების ობიექტს სთავაზობენ. უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მეზღვაურებს კიდევ უფრო მეტ საინტერესო პროგრამებში ჩართვას პირდება.